წმინდა ნინო რომელ საუკუნეში შემოვიდა ქართლში? A პირველი, B მეორე, C მეოთხე, D მესამე. წმინდა ნინო თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ წამოსულიყო ქართლში და ეკადაგა ჭეშმარიტი რელიგია ქრისტიანობა. მას ინციდენტი შეემთხვა სომხეთში 50 მანდილოსანთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სომეხმა მეფემ რომაელ კეისრის ბრძანებით ამოხოცა ისინი და წმინდა ნინო სასწაულად გადაურჩა. მაყulis ეკლიან ბუჩქში დაიმალა და იქ ლოცვით და ღმერთი გამოეცხადა შემდეგ და ესე გადაურჩა, რადგან მას მისია ჰქონდა შესასრულებელი ქართლში ჩამოსულიყო და გაექრისტიანებინა ქართველები. წმინდა ნინო ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა ქართლში, თავიანთან აცხოვრებდნენ, მათ შვილი არ ყავდათ წლების განმავლობაში, ქალს ერქვა ანასტო. შემდეგ მოხდა სასწაული. წმინდა ნინო მიუტანა მიწა საჭმელად, მას დაესიზმრა ანგელოზი და მიანიშნა, რომ აი მკვიპაროსთან რომ მიწა არის, ის საჭამე და შვილი ეყოლებაო და ამდენი წლის შემდეგ რომ შვილი არ ყავდათ, ეხლა გაუჩნდა და ამ ოჯახმა ირწმუნა ქრისტესი. შემდეგ უკვე ნანა დედოფალი, რომელიც სენით იყო დაავადებული, განუკურნებელი სენის ჭირდა, იგი განკურნა და ნანა დედოფალიც მოექცა ქრისტეს ჯულზე და დარჩა მთავარი მირიან მეფე, რომელიც კვლავ ტრადიციულ კერძდახვანისმცემლობას მიყვება და მან იწამა, მაშინ ეს ყველა მიცით ეს ლეგენდა, როდესაც სანადიროთ იყო წასული, უცბად დაღამდა და გზას რო ვერ გააგნო, მაშინა თქვა ღმერთო გამინათ ეხლა გზა და შენ სახელს ვიწამებო რა და მაშინ განათდა ცა და ამის შემდეგ გახდა მირიანი ქრისტიანი და მთელი ქართლი გააქრისტიანა და მთელი იბერია, ხო? დღეს არის ნინოობა, ყველას გილოცავთ, გვფარავდეთ მისი ძალი და მადლი. წმინდა ნინოს გარდაცვალების დღე არის დღეს.